გაბრიელი დაიბადა 30 ნოემბერს 2025 წელს. ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მშობიარობა იყო, არაფერი გართულება არ მომხდარა საერთოდ და მესამე დღეს გამოწერეს. დედაც და ბავშვიც გამოწერეს, იმიტომ რომ როდესაც შემოწმეს ბავშვი, აბსოლუტურად ყველაფერი რიგზე ქონდა. სადღაც ერთ კვირაში დიაგნოსტიკურ კვლევებზე მიყავთ ხოლმე ბავშვები, უბრალოდ რომ გადაამოწმენ, ხო ყველაფერი რიგზეა და ხო ყველაფერი კარგად მიდის. და მას შემდეგ გაბრიელი კლინიკიდან არ დაბრუნებულა. ბავშვი დაეწყო უკან იღებდა საკვებს. ანუ მიუღებლობა საკვების დაეწყო. და დადგინდა რომ ბავშვს აქვს მოკლე ნაწლავი. წვრილი ნაწლავი. ბავშვს ჩაუტარდა ოპერაცია. ეს ოპერაცია იყო მალროტაციის ოპერაცია. მალროტაციის ოპერაცია არის, როდესაც ნაწლავი უნდა აკეთებდეს სწორ ბრუნს. გაბრიელის შემთხვევაში ბრუნი იყო არასწორად, ანუ არასწორი მიმართულებით იყო და ამ ოპერაციაზე შემოატრიალეს, ანუ სწორი მიმართულებით დაალაგეს ნაწლავები. მაგრამ ასევე გაგვაფრთხილა ქირურგმა, რომ შესაძლებელი არის ამ ნაწლავში წავიდეს შეწებებები, ანუ ერთ კედლები შეეწებოს ერთმანეთს და გაუვალობა მოხდეს. ასეც მოხდა და მეორე ოპერაცია უკვე გაკეთდა იმის, რომ ეს ნაწლავები გაეთავისუფლებინათ, ანუ შეწებებული როცა იყო, ის უნდა გაეთავისუფლებინათ. და მესამე ოპერაციაზე გადაწყვიტა ქირურგმა, რომ სტომა გამოეტანა გარეთ, ანუ ნაწლავი გარეთ გამოეტანა. რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ აღარ შეეწებებოდა ერთმანეთს ეს ნაწლავი. ასეც მოხდა, აღარ ეწებებოდა ამის შემდგომ, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ აქ ვერანაირად ვერ ამატებინებდა ბავშვს, ინფექციები თან სდევდა ამ ოპერაციების შემდგომ, ვერ ადგენდნენ საიდან იყო ეს ინფექციები, რა იწვევდა. ამიტომ ანტიბიოტიკოთერაპიას გადიოდა სულ მუდმივად და ამის ფონზე არ ხდებოდა მატება. მერე უკვე გადაწყვიტეს, რომ რადგან ძალიან იცლებოდა სითხისგან ამ სტომიდან ბავშვი ჩაებრუნებინათ უკან ეს სტომა, იქნებ ემუშავა, ასე ვთქვათ. ჩააბრუნეს უკან სტომა, მაგრამ მივიღეთ კატასტროფა. 3 დღეში ნაწლავი ჩაბრუნებული ნაწლავი შიგნით გაიხსნა. და სასწრაფო ემერჯენსი სიტუაციის გამო სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა უკვე მეხუთე ისევ უკან გამოტანის. ეს ხუთივე ოპერაცია გააკეთა საქართველოში, გააკეთა ერთმა ქირურგმა. ეს იყო ჟვანიაში. ქართველი ექიმების რეკომენდაციით გთხოვეს და გითხრეს, რომ ჩვენ რესურსი, აი ყველანაირი ცოდნაც, რაც აქვთ ხელთ, ყველაფერი ვართო, აი შიშველი ხელებით ვართო და ეს ბავშვი იქნებ გადაარჩეს, წაიყვანოთ უცხოეთში. თურქეთში არ გაკეთებულა ოპერაციები, არც ერთი, უბრალოდ ძირითადად მიდიოდა მკურნალობა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც ჩვენთვის იყო დამთრგუნველი თურქეთში, იყო ის, რომ ჩვეულებრივ, ანუ არ მომერიდება ამის თქმა, ბაზარში გვეგონა თავი, ანუ ბავშვის სხეულით ვაჭრობდნენ. ის რომ აი არავინ არ გელაპარაკებოდა, რას გააკეთებდნენ, გადაარჩენენ, არ გადაარჩენენ, რა სტრატეგია ქონდა, არ აინტერესებდათ ეს ყველაფერი, მხოლოდ ფულზე გელაპარაკებოდნენ. ვაყოფილი რომ არ ვიყავით იქაურობით და ძალიან უკან მიდიოდა ბავშვის სტომა დაუზიანეს, ეპიდერმისი მთლიანად განადგურებული ქონდა სტომის მუცელზე, დამწრობა ქონდა მიღებული და ასე შემდეგ, აი ვერაფერი რო ვერ უშველეს, გადავწყვეტათ გადაგავყანა კერძო კლინიკაში. ანკარაში, ქალაქ ანკარაში, ლივ ჰოსპიტალში გადავიყვანეთ და იქაც იგივე გაგრძელდა. 2 თვე ვიყავით ჯამში თურქეთში. ბოლო 2 კვირა გავატარეთ სტამბულში მემორიალის კლინიკაში. პორტი ჩაუდგეს სტამბულში მემორიალის კლინიკაში, რაც იყო ყველაზე დიდი კარგი გადაწყვეტილება. პორტი რაც ჩაუდგეს, დაისვენა ბავშვმა, წავიდა მატებაში, კარგად იყო ყველაფერი. თურქებმა გვითხრეს, რომ რადგან პორტი ჩაყენებულია, ამიტომ შესაძლებელია ამ ბავშვის საქართველოში წაყვანა და 6 თვეში ერთხელ ჩამოდით ხოლმეო და გადავამოწმოთ ხოლმე ბავშვსო. მაგრამ ჩამოსვლიდან 2 დღეში კვლავ ჟვანიას კლინიკაში დაგჭირდა ბავშვის გადაყვანა, რადგან სიცხემი ავიდა 40 გრადუსზე და როგორც აღმოჩნდა, ქონდა ინფექცია ისევ. ამიტომაც ჟვანიაში ამოუღეს ეს პორტი და ბავშვი დარჩა პერიფერიული ყვებით რა, ან პერიფერიული ვენა არის, აი ჩვეულებრივი ვენები, რაც ძალიან თხელია და სუსტი და იმ საკვებ ნივთიერებებს ვერ ატარებს. აი მაშინვე ზიანდება. 1 დღე, 2 დღე უძლებს და მერე ზიანდებოდა. ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ რა ხარჯებთან არ უნდა დაკავშირებული ყოფილიყო, წაგვიყვანა გერმანიაში. ანუ და აქ დაგვეტოვებინა და დავლოდებოდით ბავშვის სიკვდილს, ან გერმანიაში უნდა გაგვერისკა და გერმანიაში უნდა ჩაგვიყვანა. გერმანიაში აღმოჩნდეს ის, რომ რეალურად ამ ბავშვს ეხლა ერთი პირველი ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო აუცილებლად, ჩვენც მასე ვიქცევითო, მაგრამ ამ პირველივე ოპერაციაზევე უნდა გამოტანილიყო სტომა გარეთ.
ის დანარჩენი ოპერაციები არ იყო საერთოდ საჭირო. უბრალოდ ჩვენთვის არისო ესო შოკის მომგვრელიო ის რომ აი ამდენი ხალხი თუ იყო ჩარეული ამ ორი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ამდენი მედიკამენტი, ამდენი კვლევა, როგორ ვერ მივედით შედეგამდე და რატომ არის ბავშვი 6 თვენახევსა 2 კილო და 400. აი მაგას ვერ ვხსნითო უბრალოდ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის კვება ის სისტემური კვება უნდა უზრუნველყოთ ამ ბავშვისთვისო რა. და ამისიო ერთადერთი შანსი არის ბროვიაკი. ბროვიაკი არის მსგავსი პორტის, უბრალოდ რაღაც ცოტათი განსხვავდება, ცოტა თანამედროვეა. ბროვიაკი ჩაუდგეს, რომ ჩავედით მეხუთე დღეს, ზოლკვირაზე ცოტა მეტი არის, რაც იქ აი ამშაბათს იქნება მესამე კვირა, გავა მესამე კვირა და წონაში დღეს უკვე არის 3 და 490, თითქმის 3 ნახევარი არის. ჩავიყვანეთ 2 და 400, ფაქტობრივად მომატებული აქვს 1 კილო. ეხლა გეგმა არის ესეთი, რომ სადღაც 3-4 წელი დაჭირდება ვენური კვებაც, ნელ-ნელა შემცირდება რა თქმა უნდა. პარალელურად იკვებება ჩვეულებრივი საკვებითაც. სადღაც 2-3 თვეში თუ ესე წავიდა გაბრიელის სიტუაცია გაწერენ სახში, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ ვერ გამოწერენ, იმიტომ რომ აქ არ არის გამოცდილება ამგვარი პაციენტების. და ამიტომ მოუწევთ რომ გერმანიაში იყვნენ იქ და იქ გაწერენ სახში. უბრალოდ მოუწევთ ხოლმე რომ კვირაში ერთხელ კლინიკაში მიიყვანონ, გადაამოწმონ, კვლევები გაუკეთოთ, ანალიზები გაუკეთოთ და ასე შემდეგ.